ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო პედიატრიული მინდა ეს აღნიშნო კონფერენცია და თვითონ სახელწოდებიდან გამომდინარე Smart Pediatrics-ი, ანუ ჩვენი ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა დარგში პედიატრიულ სხვადასხვა მიმართულებით მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული ინფორმაციის პოპულარიზაცია და თანამედროვე სტანდარტების გაზიარება, როგორც ჩვენი ლოკალური ექიმებისგან, ასევე ამერიკელი ექიმებისგან. მოგახსენებათ, მედიცინა სულ მიდის წინ, არის სახეზე ახალი დაავადებები, ახალი მკურნალობის მიდგომები, დიაგნოსტიკის მეთოდები და აუცილებელია ყისიერი გაზიარება ამ გამოცდილების, როგორც ჩვენ ლოკალური ექიმებთან, ასევე უცხოელ ექიმებისგან. ვინ იყო თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვის ჰქონდა კონფერენციაზე, როგორც დასწრების, ასევე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა? ჩვენი სამიზნე იყო ზუსტად რომ პირველადი რგოლის წარმომადგენლები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვაში, პირველად ჯანდაცვაში ეს იყო პედიატრები, ოჯახის ექიმები, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ასევე პედიატრიული მიმართულების ქირურგები, ტრავმატოლოგები და რაც ძალიან კარგი ამბავი იყო, ძალიან ბევრი რეზიდენტი, ანუ ახალბედა ექიმები დარეგისტრირდნენ. ქალბატონ ფიქრია, როდესაც საუბრობთ თანამედროვე პედიატრიაზე, რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვაწყდებით აი ამ მიმართულებით? ჩვენ არ ჩამოვრჩებით სხვათა შორის გლობალური პრობლემებისგან და შეიძლება უფრო რაღაცა მომენტები უფრო მწვავედ დგას საქართველოში, მაგრამ პირველი რაც ჩვენი კონფერენციის მთავარი მიზანი იყო, აი ქრონიკული დაავადებების გაახალგაზრდობა, რაც ადრე არ იყო და შეინიშნება უკვე დიდი რიცხვი ბავშვთა პოპულაციაში, როგორიცაა მაგალითად ასმა, როგორიცაა აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა როგორც თანამედროვეობაში, ასევე ჩვენთან ანტიბაქტერიული რეზისტენტობით გამოწვეული დაავადებები, ვაქცინაციის დაბალი მიწოდება, ძალიან ბევრი ანტივაქსერები ეგრეთ წოდებული, რომელიც პოპულარიზაციას აკეთებენ სოციალურ ქსელებში და ჩვენთან მაინც ცენტრალიზაცია უფრო დიდ ქალაქებში, რაიონებს ძალიან უჭირთ სერვისების მიწოდების ხრივ და შემდეგი ეტაპი არის უკვე რაიონებში ასე მინი კონფერენციების ჩატარება ლოკალურად ექიმებთან. როგორ ფიქრობთ, სოციალური ქსელების გავლენით იზრდება თუ არა კონკრეტული სამედიცინო დიაგნოზების პოპულარიზება და შეიძლება თუ არა ამან გამოიწვიოს ერთგვარი არასწორი თვითდიაგნოსტიკა? ძალიან საინტერესო კითხვა, ყველა ჩვენ ვხმარობთ სოციალურ ქსელებს. და უკვე ექიმებისგანაც წამოვიდეს სპეციალური ხელოვნური ინტელექტზე შეკითხვები, თუმცა შეიძლება არასწორად ინტერპრეტირებული იყოს არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისგან და განსაკუთრებით თინეიჯერებისგან. თუ ჩვენ საუბრობთ მე როგორც პედიატრი, ბავშვთა გადაუდებელი სპეციალისტი, ბავშვებზე, თინეიჯერებს აქ ძალიან ადვილი წოდომა ამ ინფორმაციასთან. ეს არის ზედაპირული, ეს არის ძალიან მარტივი და შეიძლება არასწორად იყოს ინტერპრეტირებული რაღაც გარკვეულ კონტექსტში და არ იყოს ეს ერთიანად კლინიკურად შეფასებული. აი თუნდაც სხვადასხვა ქსელებში, TikTok-ზე, Instagram-ზე და სხვადასხვა ქსელებში არის პოპულარული დიაგნოზები, მაგალითად შფოთვის სინდრომი, ჰიპერაქტიულობის სინდრომი, ეგრეთ წოდებული ფოცის სინდრომი, რაც თვითონ აიგივებენ ამ სიმპტომებთან, თუმცა ეს თავისი სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება იყოს რაღაც სხვადასხვა სერიოზული დაავადებების გამოვლენა და არასწორად იყოს შეფასებული და თან არასწორი ინტერპრეტაცია მიდის, რომ ესე იგი მე მაქვს და სხვასაც აქვს. ანუ შესაბამისად ეს არის რაღაცა ერთიანობაში თავისი იდენტობის მოთავსება და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა დღევანდელ დღეს. როდესაც აი ამ მიმართულებით საუბრობთ, ასევე მინდა ცნობიერების მიმართულებითაც კითხოთ. რა ცვლილებები შეუძლია აი ასეთი ტიპის კონფერენციის ორგანიზებას ბავშვთა ცნობიერებაზე, იგივე მათ შორის მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კუთხით, ან მაგალითად პროფესიული სტანდარტების ზრდის თვალსაზრისით? ძირითადად ჩვენი კონფერენცია იყო მიმართული პროფესიონალებზე, ანუ პროფესიონალ და ისევ მინდა აღვნიშნო პირველად რგოლის წარმომადგენლებზე, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს თვითონ ბავშვთან და ბავშვის მშობლებთან, რა თქმა უნდა, სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე, მოგახსენებათ, რომ მაინც პირველად ჯანდაცვის ექიმებთან მიდიან მომსახურეობისთვის, ამ სამედიცინო დახმარების. შესაბამისად, ზუსტად რომ აი ეს ცოდნის ამაღლება პედიატრების, ოჯახის ექიმების, სხვადასხვა დაავადებებთან მიმართებაში, პროფესიონალიზმის ამაღლება, ეს მოიცავდა პირველად, რა თქმა უნდა, მიზნად მოიცავდა ჩვენი ეს კონფერენცია და რა თქმა უნდა, შედეგს გამოიტანს უშუალოდ ბავშვის ჯანმრთელობის ამაღლებაში, ხოლო უცხოური ექიმების ჩართვა ამ პროცესში
განსაკუთრებით ამერიკელი ექიმების, აი რადგან გავხდით რაღაც გლობალიზაციის და გლობალური მიდგომების ნაწილი ჩვენი კლინიკა და შესაბამისად სხვაებიც ვინც დაესწრნენ ამ კონფერენციას. ანუ ამ თანამედროვე პედიატრიაში საერთაშორისო გამოცდილების უცხოელი პედიატრების ჩართულობა საკმაოდ მაღალია. კი ბატონო, ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენ მეტნაკლებად შეეხეთ სამომავლო გეგმებს, ახსენეთ რომ აპირებთ აი ამ თემის რეგიონებში გატანას და იქ ამის მოსახლეობისთვის გაცნობას. თანამედროვე პედიატრიის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, რა დატვირთვის მატარებელია და მსგავსი ფორმატის ღონისძიება რეგიონების გარდა ასევე კიდე სხვა დიდ ქალაქებშიც თუ იგეგმება. დიახ, ერთ-ერთი მომავალი გეგმები არის აი რეგიონებში გასვლა, უშუალოდ მიზნობრივი ჯგუფების არჩევა, სადაც იქნება ჩატარებული მინი ტრენინგები, ასევე პრაქტიკული ჩვევების გაზრდა და პროფესიონალური ახალი თანამედროვე გაიდლაინებით და უკვე მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული ინფორმაციის პოპულარიზაცია და გაზიარება, რაც უკვე შედეგს მოიტანს, ნამდვილად მოიტანს და უკვე ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი მედიცინაც საქართველოს მედიცინა ძალიან წინ წავიდა, რაც დაფუძნებული ამ გაიდლაინებით მუშაობაზე და შედეგიც გვაქვს ზოგადად.